ახლა კი ყველას გაგიმართლათ, ვინც ფიქრობდით, ახლა ერთ კარგ ანსამბლს მოусმენდიო. ანსამბლი სოლეი მინდა მოვიწვიოთ ჩვენთან სტუმრად და ჩამოგითვალოთ სამი ადამიანი, ტატო ძამუკაშვილი, ნინი პალიევი და ელენე შავიძე. აპლოდისმენტები. დედა რა სილამაზე მოემართება, დედა როგორები ხარ. ოჩახ, მან მობრძანდით, გაშინაურდით, გამარჯობათ. რა სილამაზე მოგესალმებით, კეთილოყმაწვილო, ქალბატონებო მოგესალმებით. როგორ ხართ, როგორ ხასიათზე ხართ, მითხარით? როგორი ლამაზებიც ხართ, ისეთ ხასიათზე ხართ? დიახ. ისე მინდოდა ანსამბლ სოლეიში მოხვედრა, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვხვდი. მერა, შეგიძლიათ მე რაღაცნაირად რომ მიშუამდგომლოთ და რაღაცა გავაკეთოთ. გიხვეწებით, მეც მინდა ანსამბლში რა. ხო შეიძლება. ერთ სიმღერას მაინც ვიმღერებ, კაცო. არა, კაი. ჯერ არაო. ჯერ უნდა დამაკვირდე. ესეთი ამბავია. აბა, ეხლა მითხარით სახელები თქვენი. ელენე შავაძე. საიდან ჩამობძანდით ელენე თქვენ? კახეთიდან. კახეთიდან ჩამოხვედით? საიდან კონკრეტულად გვეტყვით? არ გვეტყვის. არ უნდა? თელავიდან. ბატონო? თელავიდან. თელავიდან. აპლოდისმენტები თელავს. თქვენი სახელი გითხარით და თქვენ საიდან ბრძანდებით პატივცემულო? მე მქვია ნინი პალიევი. დიახ და საიდან ბრძანდებით თქვენ? კახეთიდან. კახეთიდან. და ზუსტად საიდან ბრძანდებით? თქვენც თელავიდან. თელავიდან. თქვენც თელავიდან ხართ. აპლოდისმენტები. აპლოდისმენტები თელავს და ბოლოს მამაკაცთან ქალბატონებს დაუთმეთ და შესაბამისად თქვენ შეგეკითხებით თქვენ საიდან ბრძანდებით კეთილოყმაწვილო? ყვარლიდან. ყვარლიდან ყოფილა. სახელი რო გითხრათ თქვენ? ტატო. აი, ასეთი ადამიანები. ყვარელი მიყვარს, მე კიდე ძალიან თელავთან ერთად მინდა გითხრა და ბევრი ნაცნობი მყავს იქ სხვათა შორის. და მე ყველაფერს გავარტოვ, როგორ იქცევით იქ თქვენ ყვარელში კიდე. ხო, კარგად იქცევით თქვენ. კი ბატონო. მე ხო გითხრათ, რომ ძალიან მინდა მეთქი ანსამბლში თქვენთან მოხვედრა. დიახ. ასაკი რომ მოვიტყუო, ვერ შემოვიპარები თქვენთან. ვერა. რატო? სახეზე დაგატყობენ. სახეზე დამატყობენ. ასე ცუდად გამოვიყურები ხო მამა, კი ვიცი, მაგრამ კი ყველაფერი კი პირდაპირ კი არ უნდა მეთქვა, ცოტა შემოვამარეთ ხოლმე და მე მინდოდა რომ თქვენს კონცერტზე მოხვედრილიყავი მაინც ახლა თუ არ მიმიღებდით იქა და აი რო ვფიქრობდი რომ ნეტა მომახვედრა ამათ კონცერტზე მეთქი და არადეკით და უცებ თქვენ არ მოხვედით? დიახ. კარგია რომ მოხვედით თქვენა. თქვენ საყვარლები ხართ ძალიან. მე ძალიან მინდოდა თქვენთან მოსვლა. მართლა გინდოდა? ეხლა მე თქვენ არ გკითხავთ სიმღერას ადისწავლეთ, იმიტომ რომ კახეთში საერთოდ ყველა მხრიდან გამოდის სიმღერის ხმა და განსაკუთრებული არ ამგონია ახლა რაღაცა გითხრათ. მაგრამ მაინც გკითხავთ, სადმე ისწავლეთ სიმღერა? თქვენი? დიახ, მითხარით კეთილო, აბა. დიახ. თქვენ ფეხი-ფეხზეც გექნებათ გადადებული როგორც ხარ. მოდი მაშინ მეც ასე ვიჯდები. მომიყევით კეთილო, სად შეიძინეთ სიმღერის ცოდნა და უნარი? სოლეიში. სოლეიში? დიდი ხანია სოლეიში მოღვაწეობთ? რამ განაპირობა თქვენი არჩევანი რომ სოლეიში წასულიყავით? სიმღერა მომწონდა. სიმღერა მოწონდა. შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღე, მინდა გითხრა. და ღიმილი გაქვთ მომნუსხველი. თქვენ ვინ გინდათ რომ გამოხვიდეთ? მე და მომღერალი მოცეკვავე და მხატვარი. აჰა. უცნაური გადაწყვეტილება ბოლო. სიმღერა და ცეკვა კიდე მესმის, მაგრამ აი თან რო ცეკვავ, მღერი და ხატავ, ეს რაღაცა შეიძლება ერთგვარი know-how იყოს კეთილო ჩემო. ვიღაცა აპირებდა სხვათა შორის ექიმობას, მე ვიცი, ვის უნდოდა ექიმობა? მე. და რისი ექიმი გინდა იყო? გულის ექიმი. რატო მაინც და მაინც გულის ექიმი მითხარ? პაპიდა მყავს, რომელიც ძალიან მიყვარს და ის არის ექიმი და მინდა რომ ისნაირი გამოვიდე. ყოჩახ პაპიდას შესანიშნავი პაპიდა ყავს, აი ასეთი კარგი მაგალითის მომცემი ყავს პაპიდა. ტატო, თქვენ ვინ გნებავთ რომ გამოხვიდეთ? მზარეული. მზარეული უნდა გამოხდა. მაშინ პირდაპირ კერძზე გადავიდეთ. რომელი კერძი გიყვართ ყველაზე მეტად? ხინკალი.
არა, როგორც მოხევეს, მიხარია ეგ ამბავი, მაგრამ კახელი ვინმე ხართ აქ საერთოდ, ნუ აქ ხართ თუ არა, ვისაც წვადი გიყვართ საერთოდ მითხარით. მე როგორც იქნა აპლოდისმენტები სამივეს ძლივს ვნახე კახელები რომელთაც წვადი უყვართ. როგორც იქნა მე ღირსა ეგ ამბავი. კიდევ რა გიყვართ თქვენ? ატლეტი. პიურე? კი. ერთად? ციციბურასთან ერთად კატლეტი? კი. თქვენ რა გიყვართ კიდევ? მაკარონი მიყვარს. გიყვართ? აი როგორი მაკარონი გიყვართ? აი კახური მაკარონი როგორი არის? წალამზე შემწვარი გირჩევნიათ თუ როგორ არის? მოხარშული. კარგი. თქვენ რა საქმიანობთ კიდევ კატლეტის ჭამის გარდა? რა პლანშეტში ვარ. პლანშეტში ხარ? არა, ჯერ სტუდიაში ხართ. ჯერ აქ ხარ, პლანშეტს ვერ ხედა, აბა პლანშეტი. აბა არა, რე აქ პლანშეტი. რაღაცაშია საქმე. რაღაცაშია საქმე. მოიცა, სკოლაში ხო დავდივართ? მე არა. რას ქვია, არა. ბაღში. შენ ბაღში დადიხარ? ვაიმე, უკაცრავად შენობით მოგმართეთ. თქვენ ბაღში დაიარებით, კეთილო ჩემო. კი ბატონო. იქ რამე საგნებს ან რაღაცა გაკვეთილები გაქვთ ხოლმე, რაღაცებს გასწავლიან იქა? რომელი საგანი გიყვართ თქვენ ყველაზე? ვაფერადებთ. გაფერადება. თქვენ ხო მითხარით რომ ხატავთ, ხო? იცი რა არის, მე მინდა ერთი რაღაცა გთხოვოთ, შეიძლება? ძალიან ბევრი საქმე მაქვს ხოლმე მე და ხანდახან დასვენებას ვერ ვასწრებ და შეგიძლია რომ აქეთ ბალახი დამიხატო, აქეთ ზღვა, ზემოთ ცა და ეგრე მაინც იქნება სადმე შეიძლება ხო? ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის, უღრმესი მადლობა. თქვენ სკოლაში ბრძანდებით, არა ბაღში და თქვენ საყვარელი საგანი თუ გაქვთ? ხატვა, ქართული და სპორტი. სპორტი. სპორტის რომელი სახეობა მოგწონთ ყველაზე მეტად მითხარით? დაჭერობანა. აი. დაჭერობანა რომ სპორტის სახეობა იყო ახლა გავიგე, თუმცა დღეს ამას იგი ძალიან გთხოვთ ასე მოვიხსენიოთ. ვის ეთამაშებით დაჭერობანას? კლასი იყოფით ხოლმე და ნახევარ-ნახევარზე? ბიჭები გოგოებზეა და გოგოები ბიჭებზე. და რა თქმა უნდა გოგოები უგებთ ეხა რა თუნდა მაგას ლაბარაკე? ბიჭები გვიგებენ. ბიჭებო, ასე მოქცევა არ შეიძლება, გოგონებს უნდა დაუთმოთ. უნდა ვიცი, რომ შეგიძლიათ რომ მოუგოთ, მაგრამ უნდა დაუთმოთ. ასე მოიქეცით. ძალიან დიდი მადლობა. თქვენი საყვარელი საგანი იქ კულინარია ჯერ არ იქნება სკოლაში, ვიცი, შეტანილი ახალ რაღაც სასწავლო გეგმაში ჯერ არ არის. ხო? რომელი საგანი მოგწონთ თქვენ? მათემატიკა და სპორტი. მათემატიკა, სპორტი. სპორტი უკვე დარწმუნებულია ფეხბურთსმეტყვი ახლა. დიახ. და თამაშობ? დიახ. სიმაღლითაც მაღალი ხარ და მეკარეობას ხო არ აპირებს შემთხვევით? ზუსტად. აი ხო ვიცოდი. დიახ. ახლა მითხარით ვისთან ერთად მობრძანდით დღეს ჩვენთან გადაცემაში? დეიდასთან და დედასთან. დეიდასთან და დედასთან. თქვენ? დედასთან. დედასთან, თქვენ? დედასთან. შესანიშნავი. ანუ თქვენ სამნი დედასთან ერთად მღერით ახლა? კი? არა, მე არა. მეც არა. არა, ხო. მშობლების გარდა ვინ მოვიდნენ აქ კიდევ? ვინ არის? ვისთან ერთად მოყვედით? მე მხოლოდ დედა ჩემთან ერთად. დედა, ჩემი სიკვდილი, მომხედეთ, სოლეიში მარტო თქვენ მღერით? არა. მერე სად არიან ისინი? ვინ არიან ისინი? ვისთან ერთად მობრძანდით? მეგობრებთან. რა თქმა უნდა, თქვენ მობრძანდით მეგობრებთან ერთად და სანამ უშუალოდ სიმღერაზე გადავალთ, რა თქმა უნდა, პედაგოგს უნდა დაველაპარაკოთ. მოგესალმებით. რას გვიმღერებენ დღევანდელ დღეს ეს სამი და დანარჩენი ანსამბლის წევრები? მოგესალმებით. დღეს სკოლა სტუდია სოლეის ბავშვები შეასრულებენ სიმღერას კინოფილმიდან ფესვები. მინდა აქვე აღნიშნო, ეს სიმღერა ჩვენ შევასრულეთ ფესტივალზე რომში, სადაც მსოფლიოს 20 ქვეყნიდან იღებდნენ ბავშვები მონაწილეობას. ამ სიმღერამ ჩვენმა სტუდიამ გაიმარჯვა, დავიკავეთ პირველი ადგილი და ოქროს მედალი. და როდესაც თქვენი წარმომადგენელი დაგვიკავშირდა და სკოლა სტუდია სოლეის დაუდგა ის ბედნიერი დღე, რომ პატარების დიდ შოუში ჩვენ შანსი გქონდა, რომ მიგვეღო მონაწილეობა, დავიბარე ბავშვები, მშობლები და დაფაზე დავწერე პატარების დიდი შოუ. დაფა დავდე უკუღმა და ბავშვებს ვკითხე, ბავშვებო,
რომელ გადაცემაში ოცნებობთ რომ წავიდეთ და ერთხმად თქვენს რა ვთქვით ბავშვებო პატარების დიდი შოუ შემოვაბრუნე დაფა და აპლოდისმენტები ემოციები ცრემლიც იყო სიხარულიც იყო და უღრმესი მადლობა თქვენ და თქვენს გადაცემას ასე რომ უფერავდებთ ქართველ ბავშვებს იცოცხლეთ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ასეთი პედაგოგი ბრძანდებით ახლა ოქროს საჩუქარი მაქვს მე თქვენთვის შესანიშნავი ნაკრები ფაგებისა რომელიც თქვენ დაგიცავთ აი რაცა გაციებისგან და ნებისმიერი ინფექციისგან დაცული იქნებით დედამ იცის ფაგიო ეს თქვენს სულ ყველას გეკნებათ თითო-თითო რა თქმა უნდა და კიდევ გეკნებათ შესანიშნავი საჩუქარი რომელსაც ვინ მოგვიტანს ლოკომოკო 3-2-1 ოქროს მედალოსანი ლოკომოკო ჩვენ სტუდიაში აი ასეთი საყვარელი ლომი ყავს ოქროს მედალოსანი ლომია სხვათა შორის მინდა გითხრათ პატივსრემულებო ახლა კი მოვისმინოთ შესანიშნავი სიმღერა კინოფილმიდან ფესვები აი ასეთი შესანიშნავი ანსამბლი ყავს და შესანიშნავი ბავშვები კიდევ მეტი აპლოდისმენტები უნდა მათ აპლოდისმენტები დიდი მადლობა იმისთვის რომ მოგზავნით ჩვენთან დიდი მადლობა